ინაცარციძე. დაპატიმრებულია ლეიბები, ბალიშები და პუფები. უწყვეტი პროტესტის მონაწილეები გომელაურის პოლიციამ ქუჩაში ღამის გასათევად საჭირო ნივთების გარეშე დატოვა. უკვე მესამე დღეა პარლამენტთან სტუდენტები ღამეებს ათევენ. წუხელ ახალგაზრდების მხარდასაჭერად მოქალაქეებს სურდათ მანქანებით შეეტანათ ლეიბები და პუფები, თუმცა ავტომობილი გაურკვეველი მიზეზით საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს, ნივთები კი დააპატიმრეს. სტუდენტები ახალ არჩევნებს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. ახალგაზრდების პროტესტი განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც რეჟიმის დავალებით ფონდებს ყადაღა დაადეს. ხატია სამხარაძე გვერდდება ამ თემით, ხატია გისმენთ. ქართული ოცნების პოლიციამ დააპატიმრა ავტომობილი, რომელშიც პუფები, ლეიბები, ბალიშები და ის საძირე საშუალებები იყო, რომელიც ჭირდებოდათ იმ სტუდენტებს, რომლებიც უკვე მესამე დღე არის, რაც პარლამენტის წინ ღამეს ათენებენ. მათი მთავარი მოთხოვნა არის გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და დაინიშნოს ქვეყანაში ახალი არჩევნები. თქვენ კადრში ხედავთ, რა პირობებში უწევთ აქ მყოფ ადამიანებს, ახალგაზრდებს ღამის გათენება. უკვე 3 დღე არის, რაც ისინი საქართველოს პარლამენტთან იმყოფებიან ფაქტობრივად ყინვაში და ქარში უწევთ ღიაცის ქვეშ ყოფნა და ღამის გათენება და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ შემოეტანათ ადგილზე ის საბნები, ბალიშები, ლეიბები, რომელიც იმყოფებოდა და იყო სწორედ იმ ავტომობილში, რომელიც გუშინ პოლიციამ გააჩერა ყოველგვარი მიზეზის და ახსნა განმარტების გარეშე საჯარიმოზე გადაიყვანეს ავტომობილი. აქ მყოფი ახალგაზრდები აცხადებენ, რომ ქართულ ოცნებას ახლა ძალიან ეშინია ნებისმიერი პროტესტის, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს უკვე 113 დღე არის და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა ადამიანებს პროტესტის გამოხატვაში ხელი შეუშალოს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ არც ლეიბების, პლედების და პუფების შემოტანის საშუალება არ მისცა ქართულმა ოცნებამ სტუდენტებს, საქართველოს პარლამენტთან მყოფ ადამიანებს, ისინი მაინც აგრძელებენ ღამის გათენებას და აპირებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ იქამდე, ვიდრე არ გათავისუფლებიან პოლიტპატიმრები და არ მიაღწევენ მთავრობის გადადგომას. ვიცოდე რას დავიჭახეთ? შეჯახებაშია მონაწილე. გადმოცემულია თქვენი ავტომობილის ნომრები. გავიგე, ვინ გადმოგცათ, სად გადმოგცათ, რა ვითარებაში, სად? გამოდეთ და იქიდან უყურეთ და იქიდან გაიქცეთ. მანქანა გადაყავთ საჯარიმოზე, ყველანაირი განმარტების გარეშე თესეოდან მოქონდა ლეიბები, პუფები, ბალიშები, საძილე საშუალებები, რომ ცოტა უფრო მეტად მარტივი ყოფილიყო აქ ღამის გათენება ჩვენთვის სტუდენტებისთვის. მთელი ამ დროის განმავლობაში შკოდის მარკის ავტომობილი დაყვებოდა უკან ჩვენს თანამებრძოლს და მაშინ, როდესაც მანქანა უკვე დაპარკინგა, პოლიციამ მოსთხოვა საფრთხები და დაიწყეს მანქანის გაჩხრეკა, როგორც თვითონ ეძახიან, ზედაპირული დათვალიერება. ზედაპირული დათვალიერების შედეგად დაახლოებით 40 წუთი დაგვაყოვნეს და არ გვეუბნებოდნენ არაფერს, არც გვიმარტავდნენ რის საფრთხეზე გაგვაჩერეს, რას ეძებდნენ ამ მანქანაში, რა გქონდა კანონსაწინააღმდეგო გქონდა რამე თუ ასე შემდეგ. ამ ყველაფრის შედეგად 40 წუთის შემდეგ გაიტაცეს, დააპატიმრეს მანქანა თავისი პლედებით, ლეიბებით და ბალიშებით. ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ ამ ქვეყნის უკეთეს მომავალს ვითხოვთ და მეტი არაფერი არ არის ჩვენი მოთხოვნა, აქვთ ესეთი დამოკიდებულება და ჩვენი მოთხოვნა არის ის, უპირობოდ განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ეს ხელისუფლება უნდა გადადგეს ასევე უპირობოდ. ნებისმიერი სახის ქმედება და დიალოგი, რომელიც გუშინ პოლიციის წარმომადგენლობის მხრიდან განხორციელდა, ერთგვარად იყო შედეგი იმისა, თუ რამდენის უფლება მისცა დღევანდელმა არალეგიტიმურმა მთავრობამ, როგორ ჩაუნერგა მათ, რომ ნებისმიერ მომენტში გაატარონ საკუთარი ინტერესები და ეს იყო ასევე შედეგი, თუ მათი ქმედება, თუ როგორ ეშინია დღევანდელ მთავრობას ნებისმიერი ჩვენი პროტესტის. სიცივეში, ქარში, ყინვაში და მათ შორის წვიმაშიც მოუწიათ ღამის გათენებას EU სტუდენტებს საქართველოს პარლამენტთან და მართალია კანონით აკრძალულია, რომ ასეთი აქციების დროს გაიშალოს კარავი, თუმცა არანაირად არ არის აკრძალული, რომ აქ ადამიანებმა, რომლებიც მთელს ღამეს ღიაცის ქვეშ ატარებენ, მოიტანონ მაგალითად პლედი ან რაიმე სხვა საძილე საშუალება, რომ ამ ყინვაში მათთვის უფრო შედარებით მარტივი იყოს აქ ღამის გათენება, თუმცა ქართულ
სახელმწიფო გადაწყვიტა, რომ პლედების და საძილე საშუალებების გამოყენების საშუალებაც კი არ მისცეს ამ ადამიანებს, რომლებიც პარლამენტთან უკვე მესამე დღე არის, რაც უწყვეტად ღამეს ათენებენ და გუშინ პოლიციამ გაიტაცა სწორედ საძილე საშუალებებით დატვირთული ავტომობილი, როგორც ჩანს ქართულ ოცნებას ძალიან ეშინია და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა ის პროტესტი, რომელიც ქვეყანაში არის, შეჩერდეს. ეს იყო ხატია სამხარაძე. ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე საქართველოს შესახებ ახალ განცხადებას აქვეყნებს. ჯო ვილსონი იმეც გამოთქვამს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაუშვებენ, რომ რეჟიმმა მათი მომავალი მოიპაროს. რესპუბლიკელი კონგრესმენი წერს, რომ ქართველები გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ